აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე 2015 წლის ანგარიში წარადგინეს. კონფერენციის დასასრულს კი წესდებაში შესატანი და აღმასკომში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები ითვალისწინებს სუბიექტების უფლებების გაფართოებას, სუბიექტების ჩამონათვალის დამტკიცებას და იმ წინადადებების, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგცა, იმ წინადადების გათვალისწინებას, რომელიც UEFA-ს და FIFA-ს რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. ბესო ჩიხრაძის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრად არჩევასთან დაკავშირებით მოხდა ცვლილება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში და მის მაგივრად იქნა არჩეული ალექსანდრე მეტრეველი. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ამ ცვლილებას, რადგანაც ბესო ჩიხრაძე არის გამორჩეული ფიგურა ქართულ ფეხბურთში. წლიდან წლამდე ის როგორც კერძო ინვესტორი ინახავდა საფეხბურთო კლუბ გაგრას და დღესაც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და ზუსტად კერძო ინვესტორებზე არის დამოკიდებული ქართული ფეხბურთის გადარჩენა. რაც შეეხება წესდებაში ცვლილებებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს ყველა რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციაში მოაწესრიგოს წესდებები და იყოს ერთიანი იურიდიული ბაზა, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება უკვე ვილაპარაკოთ სხვა თემებზე და განვითარდეს რეგიონებში ფეხბურთი. კონფერენციაზე საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებმა ბიუჯეტის სიმცირის გამო შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახაბერ ჭუმბურიძემ დამსწრე საზოგადოებას ახალი ხელმძღვანელობის ხედვა გააცნო და რეგიონალური ფეხბურთის წარმომადგენლებს დახმარებას დაპირდა. როდესაც შეიქმნა ცხუმი და მე მისი პირველი საპატიო პრეზიდენტი ვიყავი, ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა ფეხბურთი, მაგრამ საოცარი სიტუაცია იყო. შევძელი ჩვენი სადღაც 10 მაქსიმუმ 15,000 ლარი იყო წელიწადში და ვინახავდით რამოდენიმე ტრენერს და რა თქმა უნდა ბიჭები უფასოდ თამაშობდნენ, მაგრამ მე მგონი 30 ბავშვი მოგლიჯო ქუჩას და აყენოს სწორ გზაზე, ეს უკვე დიდი საქმეა და 15 კი არა, 1,5 მილიონიც მე მგონი ცოტა იქნება ამისთვის და მადლობა იმ ხალხს, ვინც ხარში ედგა ცხუმს. და სულ იყო კონტროლის პალატა იყო, მაგრამ ამ დროს სპარტაკ ცხინვალს, მე ახლა ამას იმით ნიშის მოგებით ვალაპარაკობ, 180,000 ქონდა. დღეს მილიონი აქვს ფეხბურთის შენახვაზე და აფხაზეთი რატომღაც ყოველთვის რჩებოდა ამ კუთხით განზე. და აი ვერ შევძელით ალბათ იმ დონეზე გაგვეკეთებინა ესაც გვინდოდა. რამოდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო დააფინანსებს ერთნაირად უმაღლესი ლიგის კლუბებს, ერთნაირად პირველი ლიგის კლუბებს და ერთნაირად მეორე ლიგის კლუბებს. სუბსიდირება იქნება ბავშვთა ფეხბურთში და ის სკოლებს მიენიჭება კატეგორიები და კატეგორიების მიხედვით იქნება დაყოფილი სკოლები. თუ ვინ როგორ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებას, რასაც ფეხბურთის ფედერაცია წაუყენებს მათ. და ამის შემდეგ უკვე ბავშვებს დააფინანსებს და აი ესეც იქნება უდიდესი გადადგმული ნაბიჯი. ფეხბურთის ფედერაციების რეგიონალურს მიეცემათ თანხები, მაგრამ მიეცემათ იმის შემდეგ, რაც სწორი მენეჯმენტი იქნება, გაიმართება, სისტემა შეიქმნება, ასევე იქნება თანხა, რომელსაც მოიზიდავს კერძო ინვესტორი. იქნება რაღაც განსაზღვრული ნიშანი და იმ თანხის ოდენობის ერთ მაგს კიდე დაუმატებს მთავრობა. ანუ რასაც შენ იმუშავებ, რასაც შენი მენეჯერობრივი ნიჭი გამოიჩენ, ან ფეხბურთელის ტრანსფერს გააკეთებ, ხო? კიდე გაძლევს ეს ფონდი ფულს. ეს ფონდი შეიქმნება ცალკე, არავითარი შეხება არ ექნება ფეხბურთის ფედერაციასთან, ამას ექნება მაკონტროლებლები, ძალიან მკაცრი სისტემა შეიქმნება კონტროლის მექანიზმის და ბუნებრივი გადარჩევა მოხდება, ზუსტად ის მენეჯერები დარჩებიან, ის გუნდები დარჩებიან, ვინც ამას ალღოს აუღებენ და საქმეს გააკეთებენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები და სხვა მოწვეული სტუმრები.